2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა როგორც სპორტული სანახაობა, ისე გლობალური ბიზნეს პროექტი. მრავალმილიარდიანი ინდუსტრიიდან შემოსავალს იღებენ FIFA, მაუწყებლები, სპონსორები, სასტუმროები, ავიაკომპანიები, ტურიზმის სექტორი და მასპინძელი ქალაქები. ვინ გახდა ამ ჩემპიონატის მთავარი ფინანსური გამარჯვებული? რამდენი გამოიმუშავა FIFA-მ, რა ეკონომიკური ეფექტი მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და მექსიკამ და ზოგადად ამართლებს თუ არა მსგავსი მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. დღეს გამარჯობა, დღეს ჩვენი გადაცემის თემაა ფეხბურთის ეკონომიკა და კითხვებს უპასუხებს პოლიტოლოგი გიორგი მდივანი. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. სმენელს დიდი მადლობა. კი ბატონო, ეს მსოფლიო ჩემპიონატი. დღეს ვიტყვი რომ საუბრობთ ფეხბურთზე არა როგორც სპორტზე, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და ამ სპორტის მიმართულებით ზოგადად ბევრი ისაუბრენ ზოგადად ამ სტუდიაში. მე მინდა ეკონომიკურად შევაფასოთ სპორტი როგორც შემოსავლის წყარო. დიახ, ბოლო რამდენიმე ათწლეულია ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ზოგადად ყველა სპორტის და მათ შორის ფეხბურთის კომერციალიზაცია და ფეხბურთი მაინც არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნომერ პირველი სპორტი და აქედან გამომდინარე ყურადღება მაქსიმალურად მიპყრობილი არის ხოლმე ესეთი მით უმეტეს ესეთი ღონისძიებების დროს როგორიც არის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. FIFA-მ რეკორდული შემოსავალი დააფიქსირა, სხვადასხვა მონაცემებით 15 მილიარდ დოლარს გადაცდა და ეს იყო ძალიან დიდი ციფრი, იმიტომ რომ წინა რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონატი რო ავიღოთ 2022 წლის ყატარში, იქამდე 2018 წლის რუსეთში, რამდენიმე მილიარდ დოლარზე იყო საუბარი, 5 მილიარდს არ ცდებოდა, როგორც მახსოვს, უფრო ნაკლებიც იყო 4. და აქ ძალიან დიდი ნახტომი ჰქონდა FIFA. ეს განსაზღვრა იმად, რომ 48 ნაკრები თამაშობდა წელს უპრეცედენტოდ ბევრი რაოდენობა თუ სხვა რა იყო მთავარი ფაქტორი? მათ შორის ამ ფაქტორმაც ერთი. იმიტომ რომ გაზარდეს მონაწილე ნაკრებების რაოდენობა. მეორე ის რომ საგრძნობლად არის გაზრდილი ფასები, ბილეთების ფასები სტადიონზე ნებისმიერ სხვა წინა მსოფლიო ჩემპიონატთან შედარებით და ამან რა თქმა უნდა დიდი სხვაობა მიცა. 3 მილიარდი დოლარი ასე დაითვალეს შემოსავალი ბილეთებიდან. ასევე, იქ არის ტრანსლაციის, ესე ვთქვათ, გადასახადი, ტრანსლაციის ძალიან დიდი თანხების აკუმულირება ხდება. იქ არის მერჩენდაიზინგი, იქ არის სპონსორები, იქ არის ნებისმიერი დეტალის კომერციალიზაციას ახდენენ, როგორც გითხარით ეთერამდე, მინდვრის რაღაცა პატარა ნაგლეჯების გაყიდვაც კი დაიწყო FIFA-მ. ანუ მაქსიმალურად შეეცადა, რომ გამოეწურათ ეს პროექტი ლიმონივით და მაქსიმალური შემოსავალი მიიღოთ. თვითონ ახლა უშუალოდ შეერთებული შტატებისთვის ეს არ არის რაღაცა განსაკუთრებული, იმიტომ რომ უდიდესი ეკონომიკა. ხო, 50-იც რო იყოს, არაფერი არ არის ხა შეერთებული შტატებისთვის, იმიტომ რომ ის ძალიან ჯერგეთი დიდ არ არის ეს მხოლოდ რომ ეს ფული იქ დარჩა და რაღაცა იქ არის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა მოამზადონ სპეციალურად სტადიონები ამისთვის გადააკეთონ FIFA სტანდარტებს. ხარჯიც არის, ხა ზუსტად ეს ხარჯი არ ვიცით ჩვენ, მაგრამ მაგალითად ყატარში როდესაც სტარდებოდა ეს მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს, იქ ძალიან ბევრი სკანდალური ამბავი გასკდა ამის თაობაზე. ყველაზე ცნობილი რაც იყო ის, რომ ევროკავშირის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი რობერტა მეცოლას მოადგილე ევა კაილი, ბერძენი პოლიტიკოსი დააპატიმრეს, ასევე რამდენიმე ევროპარლამენტარი, ეს ყატარგეიტის საქმე ეგრეთ წოდებული, როდესაც ისინი ყალბ ანგარიშებს ავრცელებდნენ ყატარის თაობაზე, როდესაც იქ ძალიან დაუკმაყოფილებელი სამუშაო პირობები იყო, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპებოდა ამ მშენებლობების დროს, განსაკუთრებით მიგრანტები და ევროპელი პოლიტიკოსები ქთამის და საჩუქრების სანაცვლოდ ამაზე თვალს ხუჭავდნენ. ეხლა ეს სკანდალები FIFA-საც ბევრი ქონია, მათ შორის 2015 წელს იყო ყველაზე დიდი ბოლო გახმაურებული სკანდალი, როცა გაირკვა, რომ რუსეთში და ყატარში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატების წინ, ამ ქვეყნების შერჩევა, როგორც მასპინძელი ქვეყნებისა, ხდებოდა მათ შორის მთლად არა ისეთი გამჭვირვალე მეთოდებით და მოსყიდვით და
მაშინ პლატინის თანამდებობაც კი შეეწირა ამას რამდენიმე როგორ ხდება კენჭისყრით ხდება თუ ხო ანუ FIFA-ს დელეგატები ირჩევენ აი რამდენიმე ვარიანტი რო არის რამდენიმე ქვეყანა აფიქსირებს თავის ესე მზაობას განაცხადს და შემდგომ აი ეს დელეგატები კენჭისყრის მეთოდით ირჩევენ მასპინძელ ქვეყანას და აი გასკდა ის ამბავი რომ აი რუსეთში და ყატარში ესე იგი ძალიან ისეთი აი ესეთი მეთოდით იყო შერჩეული და იმის მერე FIFA მაქსიმალურად ხილობს რომ თავი ესეთ რაღაცებში არ გაყოს. და უშუალოდ თვითონ ეს მსოფლიო ჩემპიონატები რო ავიღოთ, ამას უფრო გააჩნია საიმიჯო დატვირთვა ნებისმიერი პოლიტიკური კონტექსტით. რა თქმა უნდა, პოლიტიკური კონტექსტიც გააჩნია, იმიტომ რომ ნებისმიერი ლიდერისთვის იქნება ის კონსერვატორი, ლიბერალი თუ ნებისმიერი იდეოლოგიის მატარებელი დამატებითი პოლიტიკური ქულებია, ხო, ამხელა ესეთი მასობრივი ღონისძიების ჩატარება, სადაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მოპყრობილია შენზე და შესაბამისად ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ხოლმე, აი იგივე თუნდაც ეხა ყატარი, ეხა ტრამპი ძალიან ცდილობდა და იგივე ძალიან დაუახლოვდა ინფანტინოს, ვინც არის FIFA-ს პრეზიდენტი, იმიტომ რომ იგივე რეიტინგის ოდნავ ამოქაჩვა ახალგაზრდებში იმიჯის გამყარება და ესეთი ბევრი რამდენად გამოუვიდა ეს ახლა ხო რამდენად გამოუვიდა ხო ამას დრო გვიჩვენ მაგრამ სკანდალიც ახდა ხო ამ იგივე გადაწყვეტილება ტრამპის გადაწყვეტილება წითელ ბარათთან ხო დაკავშირებით ეს უპრეცედენტო იყო ეს წითელი ბარათის გაუქმება ესე სატელეფონო ზარით ამან დიდი რისხვა გამოიწვია მე FIFA-მ კი გაიმართლა თავი რომ ეს ჩვენმა სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო მისგან დამოუკიდებლად, მაგრამ ამის მე მგონი ძალიან ცოტას თუ შეერა. და მაინც აი რა იყო ყველაზე განსხვავებული აი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, გარდა იმისა, რომ გუნდების რაოდენობა გაიზარდა, ანუ უფრო აი რითი იყო გამორჩეული. ყველაზე ძვირი ბილეთები იყო და ბევრი მაყურებელი ჩიოდა ამასთან დაკავშირებით იყო შერჩეული. ხო, ნუ ეხა კანადა შეერთებული, ნუ მექსიკა ამათ შორის ყველაზე იაფიანია, მაგრამ შეერთებული შტატები ხო იქ იგივე გზავრობა და ევროპელებისთვის სასტუმროები ევროპელებისთვის იგივე განთავსება სასტუმროებში, კვება და ასე შემდეგ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და რა თქმა უნდა ბევრმა საფეხბურთო გულშემატკივარმა ეს ვერ მოახერხა და ისინი ძალიან ისე აფიქსირებდნენ. ეს საკულტურო დონეზეც ესია პრინციპში წლიდან წლამდე იმატებს ხოლმე ფასები. მაგრამ არის რამდენიმე გამონაკლისი, აი მაგალითად არის ესეთი კლუბი ბაიერნი, რომელიც ცდილობს რომ მაქსიმალურად ფაქტიურად ძალიან იშვიათად ცდიან ხოლმე ისე, იმიტომ რომ თავიანთ გულშემატკივარს უფრთხილდებიან, თორე დანარჩენ შემთხვევაში წლიდან წლამდე რომ შეადაროთ, ხანდახან ორჯერ იზრდება ხოლმე ერთი და იგივე ტიპის თამაშებზე ბილეთები. და კიდე ერთი მომენტი არის, რომ ბევრის აზრით, აი ეს ტრადიციულად არა საფეხბურთო ქვეყნებში აი ესეთი მასობრივი ღონისძიებების ჩატარება მაინც კარგი ფეხბურთისთვის არ არის. FIFA-ს ის გამართლება აქვს, რომ ეს არის ესე იგი ინკლუზიურობა, რომ მთელი მსოფლიო ჩართონ ამაში, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ეს მათი მხრიდან არა ამისთვის არის გაკეთებული, არამედ იმისთვის, რომ უფრო მეტი ფული იშოვენ. და ეხა როდესაც ამიტომაც შეირჩა ეს ქვეყნები რა თქმა უნდა და ეხა როდესაც უკვე თავიდან FIFA-ს ბიუჯეტი წლიურად რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი იყო ეხა როდესაც ერთი ესეთი ღონისძიებით 15 მილიარდი შევიდა ну რა თქმა უნდა ის FIFA ამას იყენებს სხვადასხვა პროექტებისთვის და ასე შემდეგ მაგრამ ეს 15 მილიარდი შეიძლება ითქვას ხარჯების გარეშეა ხო, ეს არის შემოსულობები, მაგრამ იქ რა ნაწილი დარჩება FIFA-ს, ну ოფიციალურად ესეა. აი საინტერესო როგორ ნაწილდება მსოფლიო ჩემპიონატის შემოსავლები? ანუ არის რაიმე მიღებული წესდება თუ ამას FIFA გადაწყვეტს დაუშვათ ერთპიროვნულად? არის, ну იქ რამდენი თითოეულ ნაკრებს რამდენი 50 მილიონი თორსდები ჩემპიონს. კი, ეს ეხა დიდი თანხა არ არის, თან იქ იმდენი ხო, არ ისეთი დონის მოთამაშეები არიან, რომ იმათ ხანდახან თვიურად აქვთ, ის ხო იყოფა იმდენ 24-25 წევრია იქ მე მთლიანად გუნზე. ანუ რაღაც ნაწილი თანხის ნაწილი მიდის ნაკრებებზე, იქ არა მარტო ჩემპიონს აძლევენ, იგივე ჯგუფური ეტაპის, ანუ მონაწილესაც, ჯგუფურ ეტაპს თუ გავა იმასაც მეოთხე ფინალში ცალკე. კიდე არის ის, რომ FIFA იტოვებს ამას რაღაცა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების სარეალიზაციოდ
და რა თქმა უნდა ნაწილი რჩება უშუალოდ FIFA-ს ბიუჯეტში. და აი ესეთი რაღაცების შემდგომ რა თქმა უნდა მადა ჭამაში მოდისო და არ არის გამორიცხული რომ შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ უფრო მეტი კომერციალიზაციის უკვე თუ არ ვცდები 5 ქვეყანა დასახელდა სადაც უნდა ჩატარდეს 2030 წელს ევროპის ქვეყნებია ამჯერად. ხო, ესეც ძალიან ისეთი საკითხია, აი ლოჯისტიკური ბევრი ჩიოდა მაგალითად ხა აი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, იმიტომ რომ ამ სამ ქვეყანას შორის ძალიან დიდი დაშორებები. ვიზების პრობლემაც იყო კიდევ იგივე დაუშვათ სხვა ქვეყნებთან, აზიის ქვეყნებთან დაკავშირებით. ვიზების პრობლემა იყო, ცნობილ ფეხბურთელებს არ უშვებდნენ, იქ ირანის ნაკრები იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, როდესაც აიძულებდნენ თამაშის დატოვების შემდეგ ეგრევე გაფრენილი იყვნენ მექსიკაში, ან ფაქტობრივად დასვენების გარეშე და ეს გარკვეულწილად როგორ ფიქრობთ, გაითვალისწინებს ამ ყველაფერს FIFA? FIFA ეხა მაინც ითვალისწინებს სხვილი კაპიტალის ინტერესებს მათ ეხა სამართლიანობა და რაღაცა ესეთი მომენტები ნაკლებად აღივლევთ. ამიტომ FIFA მაინც იმას გაითვალისწინებს, როგორ იშოვოს უფრო მეტი ფული და როგორ მოახდინოს ფეხბურთის კიდევ უფრო მეტი კომერციალიზაცია, სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებიც დაემატება კიდევ ალბათ და ну ამისკენ მიდის ყველაფერი ეს არა მარტო FIFA-ს, არამედ საკლუბო დონეზეც რო არის UEFA იმის. იმის. ვინც მაგალითად სპორტის მოყვარულია და აი ფეხბურთის ფანია და მომისთვის არ არის დაუშვათ ეს ყველაფერი გამაღიზიანებელი? ანუ ამას თუ არის რაღაც პრეტენზიები თუ ისმის და თუ გამოითქვის ამ მიმართულებით. პრეტენზიები ისმის რა თქმა უნდა და შესაბამისად ეს ხალხი იგივე ეს გულშემატკივრები სულ წუხან ამაზე, მაგრამ მეორე მხრივ აი როგორი საფეხბურთო კულტურაა, რომ აი მე მაგალითად ერთი არგენტინელი მეგობარი მიყვებოდა. ზოგადად არგენტინელები გამოირჩევიან, რომ ძალიან ბევრი ყველაზე მეტი გულშემატკივარი მიყვება ხოლმე არგენტინის ნაკრებს. აი ყატარშიც რო იყო ხა ხო საკმაოდ შორსა არგენტინისგან. არგენტინა არ არის ძალიან მდიდარი ქვეყანა ხო, ევროპული სტანდარტებით მით უმეტეს და იმდენად არის გამჯდარი ფეხბურთის სიყვარულიო, რომ ესე იგიო, ჩვეულებრივი ხალხიო რა, რიგითი არგენტინელები 2-3 წლით ადრე იწყებენ ფულის შეგროვებას, რომ ჩავიდნენ და მერე გულშემატკივრონ, ანუ წარმოუდგენელი რაღაცაა და შესაბამისად კი გაღიზიანებულია ყველა და იგივე FIFA-ს მიმართ დამსახურებული კრიტიკაც საკმაოდ ისმოდა, იყო დაუმსახურებელიც ვითომ რაღაცა არგენტინის ნაკრების ახალისებას ცდილობდნენო და ასე შემდეგ და მერე როგორც აღმოჩნდა პირიქით აი მესი არ აღიარის საუკეთესო ფეხბურთელად მსოფლიო ჩემპიონატის არა და იმსახურებდა და მე ჟურნალისტებმა ცალკე კენჭისყრის მეშვეობით ის დაასახელეს და მოკლედ ეხლა რაღაცა ორი იმას შორის არის FIFA ერთის მხრივ მეტი ფული უნდა და მეორე მხრივ ის კრიტიკაც რაც ისმის ის უნდა შეანელოს მაგრამ ეხლა დამთავრდა უკვე მსოფლიო ჩემპიონატი და FIFA ხო აი ძირითადად ესეთი ევროპის ჩემპიონატისას, მსოფლიო ჩემპიონატისას ესეთი მასშტაბური ღონისძიებებისას აქტიურდა. მე უკვე საკლუბო დონეზე გადავა ყველაფერი, ეს უკვე UEFA-ს პრეროგატივაა. მე ნახე თქვენი პოსტი, როდესაც ეს ფინალები თუ ნახევარფინალები იყო და მაშინ თქვენ საუბრობდით არ მახსოვს ახლა რომელ გუნდებზე, რომ ინგლისს და არგენტინას შორის ეს ფოკლენდის კუნძულების საკითხზე. ანუ უფრო პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავთ. ანუ რამდენად შეიძლება განვიხილოთ დაუშვათ ორი გუნდის შერკინება, რომ ეს არა მარტო სპორტული სანახაობა, არამედ აი რაღაცა თითქოს ნიშნის მოგება, მისთვის გამარჯვება არის სხვა კონტექსტში აყვანილი. აი ეს რო გითხრათ უფრო აი რატომ ფიქრობდით დაუშვათ იგივე ინგლისსა და არგენტინაზე ესეთ იმიტომ რომ ისტორიულად ესეა, ანუ ბევრს გონია რომ ფეხბურთი ზოგადად არის ფეხბურთი უფრო მეტად აღვივებს იმ კონფლიქტს, რაც არსებობს სხვადასხვა ქვეყნებს თუ ხალხებს შორის და ამას დიდი ისტორია აქვს, ჩვენ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, უშუალოდ ინგლისს და არგენტინას შორის დაპირისპირებას, რაც შეეხება აი ეს მალვინას კუნძულები, როგორც არგენტინელები ეძახიან, ინგლისელები ამას ფოლკლენდის კუნძულებს ეძახიან, ეს არგენტინელებისთვის არის აი ეროვნული ასე თვითშეგნების ნაწილი, ეროვნული იდენტობის ნაწილი და ის ორი მაშინ, როდესაც 86-ში გახდა არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი, ინგლისს რომ მოუგო იქ მეოთხედ ფინალში მარადონას სასწაული გოლით და მეორე ღმერთის ხელით. სწორედ იქამდე 82-ში დაიწყო არგენტინის პრეზიდენტმა სამხედრო ოპერაცია აი ამ მალვინას კუნძულების დასაბრუნებლად. მალვინას კუნძულები არის ანუ არგენტინის მახლობლად 400 კილომეტრში. სად ინგლისი და სად
ეს კუნძულები, მაგრამ იქ უკვე რამდენიმე კვირიანი სამხედრო დაპირისპირება შედგა ინგლისს და არგენტინას შორის, არგენტინელებმა წააგეს. და ეს ისეთი კონფლიქტია, მოკლედ ინგლისელები ამბობენ, რომ ჩვენს მიერ არის აღმოჩენილი ეს კუნძულიო და ჩვენ გვაქვს ამაზე უფლებაო, არგენტინელები ამბობენ, რომ ტერიტორიულად ჩვენ გვეკუთვნისო და რაც დამთავრდა ოფიციალურად ეს კოლონიალიზმის ეპოქა, ამის შემდგომ უნდა დაებრუნებინათ, მაგრამ არ დააბრუნეს. ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს, რეალურად არიან ბრიტანელი, ინგლისელი კოლონიზატორები, შთამომავლები და ისინი de facto რა თქმა უნდა იმის მომხრე არიან, რომ Falkland იყოს ინგლისის ნაწილი და ასე მოიაზრებენ და ეს ლოგიკურია, ანუ იქ არ ცხოვრობენ ადგილობრივები და მოკლედ აი ესეთი ძალიან დიდი დაპირისპირება იყო, მე ეს ყოველთვის იყო, აი ნებისმიერ დროს, როდესაც ინგლისი და არგენტინა ხვდებოდა, იქ მარადონა აკეთებდა ხოლმე, მარადონა ცნობილი იყო ამ თავისი ესეთი პოლიტიკური განცხადებებით და მემარცხენეობის მხარდაჭერით მთელ მსოფლიოში მარადონა მაინც იყო ერთ-ერთი ბოლო ისეთი დიდი ფეხბურთელი, ვინც არ ერიდებოდა არაფერს. ეხა ისეა, რომ წინასწარიციან ისი თქმის უფლება აქვთ და ისი არა, მაგრამ მე გამიკვირდა კიდევაც, რომ აი ეხა ამ თამაშის შემდეგ ინგლისს და არგენტინას შორის 2-1 რომ მოიგო არგენტინამ, იქ ბანერებზე სტადიონზე ქონდათ მაყურებლებს ბანერები, რომ ალვინა არგენტინაა და შემდგომ ფეხბურთელებს რომ მიაწოდეს მათ შორის მესისაც ეჭირა და რამდენიმე ნაკრების ფეხბურთელს და ეს ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ FIFA-ს აქვს ისეთი მკაცრი წესდება ამასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი ეს პოლიტიკური მესიჯები სასტიკად ისჯება და ეს მერე განხილვის საკითხი გახდა და შემდგომ მოკლედ არანაირი ისეთი გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოიტანეს, მაგრამ ძალიან ქსელში განსაკუთრებით ინგლისის ნაკრების გულშემატკივრები და ინგლისელები აღშფოთებულები იყვნენ. განსაკუთრებით და იმ არგენტინელების გამო, ვინც ინგლისში თამაშობენ და მოკლედ ისეთი თემაა, რომ ეს სპორტი ახდენს ამის გაღვივებას და ეხა არგენტინელებმა იმ თამაშში იმდენი ენერგია და იმდენი მონდომება ჩადეს, რომ ფინალი ვეღარ ითამაშეს ფაქტიურად რა. ხო, ისევ თუ ეკონომიკურ ნაწილს დაუბრუნდებით, ჩვენ მეტნაკლებად ვისაუბრეთ, როგორ ნაწილდება მსოფლიო ჩემპიონატის შემოსავლები, მაგრამ მაინც საინტერესოა, ალბათ დაითვლიან, ახლა შეიძლება დღეს არ არის დათვლილი, რა წილი მოდის მაგალითად სატელევიზიო უფლებებზე, სპონსორებზე, ბილეთებზე, მერჩენდაიზინგზე, ან ვახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ყურადღება არ გაგვიმახვილებია კანადა და მექსიკა. ამ ქვეყნებმაც მიიღეს. კი, ამ ქვეყნებმაც, მაგრამ ძირითადი თამაშები ტარდებოდა მაინც შეერთებულ შტატებში, ფორმალურად იყო 3 მასპინძელი, მაგრამ ძირითადად 60-70% თამაშები სტარდებოდა შეერთებულ შტატებში, იქაც სტარდებოდა მექსიკაში, კანადაში, იქ საბრძოლო ბაზებათაც იყენებდნენ ამ ქვეყნებს სხვადასხვა ნაკრებების წარმომადგენლები, ისევ და ისევ ხა აი ამ ეს საკმაოდ ისე სასასტუმრო ბიზნეს, იგივე ეს არესტორნო ბიზნეს, კი, მომსახურების სფეროს ერთჯერად წახალისებას ახდენს, მაგრამ ეს არ არის რაღაცა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, ამიტომ ეს არის უფრო ასე ვთქვათ პასივების ვიდრე აქტივი ეკონომიკური, იმიტომ რომ ძალიან დიდ ეკონომიკურ მზაობას მომზადებას მოითხოვს, ესე ვთქვათ, მასპინძელი ქვეყნების მხრიდან და ჩვენ ვერ ვნახავთ ახლა მაგალითად ხო ის არის მაღალი ცხოვრების დონე, რომ აი შვეიცარიამ მოინდომოს რაღაცა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ფეხბურთში, რა თუნდაც ახლა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ისედაც ჩვენივრად ცხოვრობენ. ანუ შვეიცარიაში არა, არა, ჩატარდება, მაგრამ თვითონ შვეიცარიელებს არ უნდათ ეს, ხო? მაგ კონტექსტში ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც კარგად ცხოვრობს. არა, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ახლა ცხოვრების დონე, ხო, ცხოვრების დონე, ანუ ეკონომიკა კი დიდია, მაგრამ ცხოვრების ხარისხით მაინც სკანდინავიური ქვეყნები ლიდერობენ, შვეიცარიაც შედის ტოპ 5-ში, ანუ აქ ცხოვრება ეკონომიკის სიდიდით ხო არ ისაზღვრება, ეს ისაზღვრება სიცოცხლის ხანგრძლივობით, ესე ვთქვათ, განათლების დონით, განვითარების ინდექსით და ასე შემდეგ და შეერთებული შტატები აი რაღაც მაჩვენებლებში ხო ეკონომიკური უთანასწორობით ასე შემდეგ 20-ულშიც ვერ შედის, აი ესეთი საბაზისო ბავშვების სიკვდილიანობით და ასე შემდეგ. და რამდენად არის შესაძლებელი, რომ საქართველოს ოდესმე უმასპინძლოს მსგავსი ტიპის მასშტაბურ ღონისძიებებს, იმიტომ რომ მაგალითად რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჩატარდა ახალგაზრდული, კი. შესაძლებელი არის, მაგრამ ისე და ისე უნდა გვესწრებოდეს, ხა რამხელა ქვეყნებთან მოგვიწევს ჩვენ ჭიდილი ამის ჩატარების უფლება რომ მოვიპოვოთ, ხო იგივე აი ხა თუ ამის წინ თუ ყატარი იყო, იქამდე რუსეთი, ეხა შეერთებული შტატები, ფაქტობრივად
ისეთი ეხა ყატარი თუ არა, ესენი გიგანტები და არიან. განაცხადი რა ხნით ადრე კეთდება. რამდენიმე წლით ადრე ხდება, 7-8 წლით ადრე ხდება ყველაფერი. ახლა მაგალითად შეიძლება 2034-ის ხო, ეს ჩემპიონატის უკვე აღარ ვიცი, ხო, ალბათ მინიმუმ რა 7-8 წელი უნდა იყოს. შეიძლება დაგვიანებულიც იყოს რა, ძალიან დიდი ხნით ადრე ხდება, იმიტომ რომ ვისაც აირჩევენ მასპინძლად, მას ეძლევა რამდენიმე წელი, რომ ყველა სტადიონი ან გადააკეთოს, ან ხანდახან ახალი სტადიონების აშენება საჭირო, მაგრამ დიდი ხარჯი უნდა გაწიოს დიდი ქვეყანამ, ხარჯი უნდა გაწიოს. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ კი შეგვიძლია, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება ფინანსურად. ეხლა ჩვენ ყავს სულ 1-2 კლუბი, ის ევროპულ დონეზე ვერ გამოდიან წარმატებულად და ჩვენ მაშინ იმდენი სტადიონი უნდა ავაშენოთ, აქ იმდენი ფული უნდა დაიხარჯოს, რომ არის ეს რამდენად მართებული იქნება. მაგრამ მეორე ვარიანტია, ეხლა რამდენიმე ქვეყანა, მაგალითად იქ აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, იქ რა ვიცი, შეიძლება თურქეთის დაემატოს, ეს აი ამ ფორმატში უფრო რეალურია, ვიდრე ჩვენ დამოუკიდებლად რო ვცადოთ. და 2030 წელს მაგალითად ეხა ევროპაში, აი 5 ქვეყანა რატო შეარჩია იგივე ამ ფინანსური სარგებლის კი, აი ეხა მაქსიმალურად ხო ხდება ამის ესე ვთქვათ, აი დატვირთვა კომერციული და ესე იგი რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანა იმათვისაც მარტივია და იმათვის მარტივია. აუცილებლად იმ ქვეყნის გუნდი უნდა მონაწილეობდეს ამ ჩემპიონატში. კი, იმ ქვეყნის გუნდი, თან იმ ქვეყნის გუნდი მონაწილეობს ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპის მის გარეშე. პირდაპირ ხდება მონაწილე, ხო. ეს პირდაპირ ბილეთია, მაგრამ ძვირადღირებული ბილეთია. ხო, გასაგებია, მაგრამ შემდეგ შემოსავალი მაინც შესაძლოა რომ ხარჯები ვერ გადაფარავს. ჩვენ შემთხვევაში ეს ბევრად უფრო ხა შეერთებულ შტატებში მაინც არის დიდი სტადიონები, კი არ არის შეერთებული შტატების საფეხბურთო. მე ვამბობ აი რამდენიმე ქვეყანასთან ერთად. ხო, მაგრამ მაინც რამდენიმე 3-4 სტადიონი გვჭირდება უმაღლესი დონის. ეხლა ჩვენ გვაქვს ერთი სტადიონი დინამო, მესხი სტადიონი მეორე, იმას ალბათ რეკონსტრუქცია დაჭირდება და კიდე 1-2 სტადიონის აშენება დაჭირდება. ეს კოლოსალური თანხა. მე ამ სტადიონების შენახვა, მოვლა რა ვიცი, ეს რა თქმა უნდა თავრობის გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ აი მართებულობა უნდა შეფასდეს და მიზანშეწონილობა. გასაგებია. და მაინც აი ყველაზე დასამახსოვრებელი თქვენთვის რა იყო ამ ჩემპიონატიდან? ჩემთვის ბევრი ეს მუსიკალური 11 წუთიანი, ასე ვთქვათ, ტაიმ-აუტიც საკმაოდ ბევრი თვალსწრები 25 მილიონი დოლარი დაიხარჯა, მაგრამ სოციალურ ქსელებში არ იყო მანდა მაინც ასე ვთქვათ მოწონებული. თქვენ როგორ შეაფასებდით? ანუ ეს პირველად მოხდა ხო თუ არ ვწდები ფინალში? კი, და 30 წუთიანი პაუზა იყო. მე ფინალის დროს იმდენ დაძაბული ვიყავი. სიმართლე გითხრათ, აი ამ კონცერტისთვის კარგად არ მიმიყურებია, იმიტომ რომ მე არგენტინის და მესის გულშემატკივარი ვარ და სხვა რაღაცეებზე ვფიქრობ. ნახევარი საქართველოს როგორც გაირკვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ო, აი რაღაცები ჩვენ ძალიან გავართ არგენტინელებს, აი მე ხა რამდენიმე ნაცნობი მეგობარი მყავს და აი ისეთი რაღაც პარალელები მაქვს დაჭერილი, ჩვენ ძალიან საფეხბურთო ქვეყანა ვართ. ტოტალიზატორების თემაც მინდა რომ არ დაგვავიწყეს. აი ტოტალიზატორებმა რამდენად იხეირა, რატო გეკითხებით, იცი? აქ ხო მე როგორც მესმოდა ეხა რო გითხრათ რომ ძალიან ვერ ყვევი არა, მაგრამ აი ისეთი რაღაცები ხდებოდა, ისეთი გუნდები იგებდნენ დავუშვათ, ეს როგორ აისახებოდა თავად ამ ტოტალიზატორების შემოსავალზე. არა მარტო მთელ სოფლიოში, რა თქმა უნდა. ხო, ეს ეხა სოფლიო ჩემპიონატის დროს ტოტალიზატორების და გემბლინგი ძალიან დატვირთულია და აგერ მე როგორც მახსოვს საფრანგეთი ისპანეთის მატჩი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ისეთი იყო დატვირთული ფსონების მხრივ. ეხლა ზუსტად რა მოგებები ნახოს ამის არის მოულოდნელი, აი ამ კუთხით რო შევაფასოთ, რომ მოულოდნელი გადაწყვეტილებები მათთვის კარგი უნდა ყოფილიყო თუ პირიქით. რომელი მოულოდნელი გადაწყვეტილება? ანუ ისეთი გუნდების გამარჯვება, რომელსაც ტოტალიზატორს რა თქმა უნდა, ტოტალიზატორისთვის უკეთესია, როდესაც ხდება სენსაცია და შედარებით სუსტი გუნდი, აი როგორც არის მაგალითად კაბო-ვერდე 4 თამაში რო ფრეთი თამაშა, ეს ტოტალიზატორებისთვის ძალიან კაია. საერთოდ ჯამში ყოველთვის მოგებაში არიან, იმიტომ რომ ეგენი აზღვევენ ხოლმე საკუთარ, ხო, მაგრამ ნუ მაინც აი ტოტალიზატორების ეხა ესე სანაკრებო დონეზე არასდროს არ დადასტურებულა რა, აი რომელიმე ნაკრები რომ მონაწილეობდეს და რაღაცა ტოტალიზატორებთან შეკრული რო იყოს ესე ვთქვათ, მაგრამ საკლუბო დონეზე დადასტურებულა ეს მაგალითად 7-8 წლის წინ ცნობილი იტალიური კლუბი იუვენტუსი დააქვეითეს მაგის გამო. და როგორ დაუმტკიცეს რომ ეს დაუშვათ? გამოძიება მიზრუნა მაგაზე და შესაბამისად ეთყობა რაღაც თამაშის მიმდინარეობისას ისეთი ხო, თამაშის მიმდინარეობისას თამაშამდე იქ შეიძლება 11-ვე ფეხბურთელი არ იყოს ამაში გარეული და რამდენიმე ფეხბურთელი იყოს. მოკლედ ამის გამო მე სერია და სერია B-ში გადაიყვანეს და ესე ცდილობენ ხოლმე ამის აღკვეთას, მაგრამ მაინც
აი ეს ნაყიდი თამაშების ხო, აი ნაყიდი თამაშების, მაგრამ სოფლიო ჩემპიონატზე, სოფლიო ჩემპიონატი იმდენად განსხვავებულია და მოთამაშეებიც იმდენად აი თავგანწირულად იბრძვიან რა, ეხლა რო უყურებ საკლუბო დონეზე შეიძლება ოდნავ თავი შეიკავოს, რომ ტრავმა არ მიიღოს და აი სოფლიო ეხლა ამათვის არის ყველაფერი. ამიტომ რომ ფეხბურთში ოლიმპიადაც არ არის მნიშვნელოვანი ისეთი, როგორც სოფლიო ჩემპიონატი, ალბათ სხვა სპორტის სახეობებში მაგალითად თუ თავარი შეჯიბრი არის ოლიმპიადა, განსაკუთრებით ინდივიდუალური სპორტის სახეობებში, აქ არის სოფლიო ჩემპიონატი და აქ მართლა ძნელია ამაზე ფიქრი და ალბათ ყველაფერი გამჭვირვალე, ანუ გამჭვირვალეთ რა, ანუ არაფერი არ იყო გაყიდული და ყველა თამაშობდა როგორც შეიძლება. თქვენთვის თავარი დასამახსოვრებელი? ჩემთვის თავარი დასამახსოვრებელი მაინც ალბათ იყო მესი და არგენტინა, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა 39 წლის კაცი ამ ასაკში ესე მარტო მიათრევდეს გუნდს და აქტიურად ასეთი კონკურენციის პირობებში, როგორი კონკურენციაც ჰქონდა მას ხა იგივე საფრანგეთის, ესპანეთის და შედარებით ახალგაზრდა თაობის მხრიდან, მაინც ესე აი ერთი სიყვარულით შეპყრობილი ადამიანი ერთი რაღაცის ფეხბურთის დაასრულა თავის კარიერა? კარიერა არ დაუთავრებია, შეიძლება ნაკრებშიც კიდე ითამაშოს, მაგრამ ანუ მომავალ სოფლიო ჩემპიონატზე შეიძლება. არა, მომავალ სოფლიო ჩემპიონატზე ვერა, იმიტომ რომ 4 წლის მერე ის 53-ის იქნება. საკლუბო დონეზე ჯერ არ დაუმთავრებია, მაგრამ შეიძლება ნაკრებშიც ერთი რამდენიმე თამაში ითამაშოს საკვალიფიკაციო 2 წელიწადში კოპა ამერიკა, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი და შეიძლება იქაც. რატომაც ამ ჩემპიონატზე რაღაც როლანდო არავის არ გახსენებია, თითქოს ისე რაღაცა ჩაიკარგა ამ მესის ფონზე. ასე იყო ყოველთვისო ამბობენ. ჩაკარგული იყო დიდი ხანია ეგ. უბრალოდ პორტუგალიას კაი ნაკრები ყავდა ეხა და რონალდომ ალბათ თავისი თვითონ პირიქით, ანუ ვერაფერი ვერ შეძინა და უფრო დაამძიმა, თორე ну ეს სხვადასხვა ტიპაჟები არიან რონალდო და მესი. მესი არის ძალიან თავდაბალი ისეთი ადამიანი, ეს არის ეგოცენტრიკი, რაღაც თავის ქებაშია და უფრო რა ვიცი, მაგასაც თავისი გულშემატკივარი ყავს, მაგრამ ფაქტია, რომ მის ნაკრებს ვერ დაიხმარა. გასაგებია. უკეთ თავარი ერთვიანი, ასე ვთქვათ, ციებ-ცხელება დასრულებულია. ეს იყო ეკონომიკსის ბოლო გადაცემა ამ სეზონზე. მე გემშვიდობებით მომავალ სეზონამდე სექტემბერში ისევ შევხვდებით, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო თემებით და სტუმრებით. დღეს კი ჩვენი სტუმარი იყო პოლიტოლოგი გიორგი მდივანი. მადლობა. მადლობა, ნახვამდის.